გამარჯობა. Შევიყურებთ ვაკაც და როგორც ვიცი ტექნიკური ვიდეოები ძალიან მოგენატრათ. იმიტომ რომ ტექნიკური ვიდეო გადამეღო არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, თუმცა ბოლოს საკმაოდ საინტერესო რამდენიმე ტექნიკური ვიდეო გამოგვივიდა და ეხლა ჩვენ ვიწყებთ პირველი ნაწილის ყურებას, ანუ პირველი ნაწილის ყურებას იმ ვიდეოსი, რომელიც იდეაში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩემმა რაციონალურმა, არარაციონალურმა გადაწყვეტილებამ მოგვიყვანა აქამდე, ეხლა სადაც ვართ და შეგვიძლია ჩაუჯდეთ. ვიცი, ეხლა ეს ვიდეო აქედან დაიწყება, თუ აქამდე დაიწყო თუ შუას უყურებთ თუ დასაწყის, მაგრამ გამარჯობა, შენ უყურებს ვაკაც და ეხლა რა ხდება? აი დედა მოუვა. აღმოაჩინე რომ არის ჩემი ყოფილი ემი. ბიჭო, რა ვიღაცები, მაგრამ მეგაზავებია და ჩემთვის ვიდეო ავარიულით გაფუჭებული მანქანით, რა გინდათ? აი რო ჩაჯდები ხვდებიო ისე ვიქხარ რა. არა უშავს პატარა, გაგაცეცხლით. სულ ცოტა და გაცეცხლით. სანამ ვიდეოს ჩაუჯდებით, გეტყვით რომ ჩვენ ვიყოფებით ისევ ვაკაცი მოტორში, ვაკაცი მოტორში გაიხსნა ურიდიას 205-ში. გვაქვს ადგილზე ლუკას ოილი და ლუკას ოილი ვინც არის ცალკე ვიდეოს მიუძღვნი და აგისრით რადონის ბრენდია და რა ხარისხის პროდუქტთან გვაქვს საქმე. ხოლო ვინც იცით, შეგიძლიათ მობრძანდეთ პირდაპირ ჩვენთან. ამჟამად ვცვლით ზეთს ძრავში, გადაცემათა კოლოფში, ხიდებში და ცოტა ხანში დაგვემატება უკვე მაღალწნევის ინჟექტორების შემოწმების სერვისი, ასევე გვაქვს აკუმულატორები, გვაქვს აერის ფილტრი, რა თქმა უნდა, ზეთის ფილტრი და ეგ ყველაფერი, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის როგორც შეგვეფერება. ამიტომ თუ ოდესმე ზეთის შეცვლა ამიერიდან დაგჭირდება, ვაკაცი მოტორში შენთვის საუკეთესო ადგილია. ეხლა კი დავიწყეთ ვიდეო. სრულიად შემთხვევით, გუშინ გადავაწყდი განცხადებას E70 ემი იყიდება. და აღმოაჩინე რომ არის ჩემი ყოფილი ემი. ხო და საერთოდ მაგას ყიდვა არ მიფიქრია, არც ვაპირებდი და აზრათაც არ მქონდა, თუმცა გამოდის ისე რომ ეხლა მივდივართ სანახავად და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი სუბოლომდე მკვდარი თუ არ არის, მაგ მანქანას დავიბრუნებ, იმიტომ რომ კონკრეტულად ეგ ძალიან მიყვარდა, ძალიან მომწონდა და პლუს ყოველთვის თვითონაც კარგი მანქანა იყო. ცოტა ხანში ვნახავთ ეხლა რა დაგხვდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რამე ცოცხალი დაგხვდება და არ მოგვიწევს ტყუილად საცობში დგომა, იმიტომ რომ 1 საათნახევარია მოდივარ პლუს ამ ყველაფერს დიაგნოსტიკა წილკანში მქონდა დატოვებული ბოქსში, თბილისიდან ჩავედი, ავიღე და წამოვედი ეხლა მანქანის სანახავად. თან ეხლა არის ის პერიოდი, როცა ანუ აი ეს ვიდეო რო დაიდება, ამ დროს უკვე ბევრი სიახლე გაქვთ გაგებული, რას ვაკეთებდი და ეს არის ის პერიოდი, როცა YouTube-ზე დაკარგული ვიყავით, არ ვჩანდით და რატო არ ვჩანდით, ეგ უკვე გეცოდინებათ თან. ანუ აი ამ საგიჟეთში, როცა დღეს ეხლა მე უნდა ვხაზავდე ეს 12 წლის ბავშვი ვითავდექი და მანქანის სანახავად წამოვედი მაშინ როცა საერთოდ მაგის დრო არ იყო, ის საერთოდ. მაგრამ ნახოთ რა გამოგვივა, გამოჩნდება ცოტა ხანში. ესე უბედურად რატო აყენია? თუ არ იცი? რავი, ვერ დამიყენეს ესია და. ოკეი, შიგნით რამე იყო დაზიანებული? გადავედი რა. აქეთ ამხარი. ხო. ამორტიზატორიც მაგით უგჭირდება? დიდი ალბათობით რაღაცა პრავოდ გადახვდა ალბათ, მე რეჟეკერი ვიყიდე, შევეთე, დენი მოდის, ნახე, მაგრამ არ მუშაობს. ოკეი, გასაგები. რა შეცვალე აქეთ ხადავოიში? ყველაფერი ვაფშე. გიტარები, წერო, ყველაფერი. სტუპიცა. ბაქში ყველაფერი. ოკეი. ეს ბამპერი ესევია, ეს პარკინგები არა აქვს? კი, მაქვს მანქანაში დურს. ოკეი. ეს რადიატორები და რაღაცეები? რადიატორი ეს ვერ ვიშოვე. ხო. ქვედა და ჩამოვასხმევინე რა. ქვედა რა ვერ იშოვე, მომითხარი? რადიატორი ქვედა. ხო. ისე რო ვარ, ხო იცი? ხო. აი რა. რა ჩამოასხმევინე? რადიატორი. ჩამოვასხმევინე და თავები იმას ისინი გაუკეთე ალუმინი? ახალი ჩავკედებინე რა. ოკეი. ეს ფარი შეცვალე? ხო, ფარიც ვიყიდე, ორიგინალი ფარი ვიყიდე, XC-დან მოხსნას რა. ოკეი. ზედა მხარეს დაზიანება აქ არაფერი არ ჩანს, რა ქვევით იყო. ის ლანჟერონამდეც არ იყო, ხო, მისული როგორც მასოს, აი ეს კუთხე იყო წარდგინე. ო, რა ნაცნობი სიტუაციაა. ბიჭო, ისე აი სკამი არ ვიცი ზმაო რა სხვაობაა რა, რამდენ კომფორტში ვარ ნაჯდომი, ხო? აი კაროჩე რა, მილიონ კომფორტ სკამში ვარ ნაჯდომი, მაგრამ აი რო ჩაჯდები ხვდები რომ ისე ვიქხარ რა, სხვანაირია. ოღონდ რა აქვს სხვანაირი ვერ ხვდები. გარე წვიმდა, მაგრამ სულ არ სველდება. კომფორტ აქსესში პრობლემა გვაქვს, სავარაუდოდ ეს კარებების თემა გვაქვს. Pre-drive check-ი, rolling stability position. გასოსო FM-ი გამოვცვალე კიდე რა.
ეგ ჩვეულებრივი სახალხო. ეგ 70-ზე ჩვეულებრივი ამბავია. Так, ესე იგი, რაც შეეხება ზოგადი პერებოი, აი დედა მოუვა. ანუ ოხრად შეცდომა გვაქვს რა მოგროვილი. აი იმდენი აქვს რომ ეხლა არავის ის მანქანა არასდროს. ხო, იმდენი შეცდომა აქვს რომ აი ეგ რა უნდა ვეძებო აზი არა ვარ. მოდი ყველაფერს ჩამოვხრი ახლა. და მე რეალური და აქტუალური რაც დაგვრჩება, იქიდან ვეძებოთ უკვე. რადიატორის ტემპერატურის სენსორი და თერმოსტატი პირდაპირ მკვდარში გვაქვს ეგრევე. აშენ ამერიკელი ჰიდრაულიკა მოაწყვა. მაგრად გაგვდის თან. დროსელი. просто დროსელს რა მოხსნის ამ დედაძალოს. ბენზინის სული გამოვაქ მაგარი. ამარასიზოს. ეხლობი არ არის სადღაც ის მაგრა დაუყენებია დაუნპაიპები. ქვეში ვერას კვაზლია კი აქვს სადღაცას. კაი, კაროჩე ბოქსში უნდა შეგდება ამას რა. map sensori, დროსელი. კაი საკეთებელი ავტომობილი არის, მაგრამ ვყიდულობთ. просто იდეად მიყვარს აი ეს კონკრეტული რომ ვყიდულობ, კიდია. მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ 1-2 კვირა ბოქსში უნდა ვიცხოვრო და თან დაშლებში ყველა გავიცნო, ვისაც არ ვიცნობ ჯერ კიდევ, მაინც ვყიდულობ. მოკლედ, როგორც ნახეთ, ავტომობილის ყიდვა ძალიან ექსპლუატად გადავწყვიტე და შესაბამისად თანხა საერთოდ არ გამოჩნდა მაგ ავტომობილის საყიდელი. ამიტომ მიმართე საუკეთესო გზას, როგორც არის ჩემ შემთხვევაში, ან როცა ფული ჯიბეზე არ გიდოს ავტომობილის ყიდვა სასწრაფოდ გჭირდება, იყო ლიზინგი. ეს ავტომობილიც ლიზინგით შევიძინე და ამ შემთხვევაში მე შემიძლია გირჩიოთ პრემიუმ ლიზინგი, რომელიც ჩვენი არხის პარტნიორია, რომელსაც აქვს საკმაოდ მისაღები პირობები, დაფინანსება აქვს 1000-დან 100,000 ლარამდე, ანუ 1000-დან 100,000 ლარამდე შეგიძლიათ ავტომობილი შეიძინოთ პრემიუმ ლიზინგის დახმარებით, ასევე აქვს უკუ დაფინანსება, ანუ თუ გყავს ავტომობილი და უკუ ლიზინგი, ესე ვთქვათ, თუ გყავს ავტომობილი და გჭირდება თანხა, შემსავით რაღაცა მოგეანდა, ანუ რეალურად ვეც ეგრე გამომივიდა, რომ იდეაში X-ი ვერ დავალიზინგე, იმიტომ რომ ტექნოლოგიები არ ქონდა გავლილი და დროც არ იყო ტექნოლოგიების გასავლელი, ამიტომ სხვა ავტომობილი დავაუკუ ლიზინგე და იმით ვიყიდე X-ი, რეალურად ეგრე გამომივიდა, ანუ ეს სერვისიც აქვს და თან ყველაზე მთავარი რაც არის, გაცემის საკომისიო არის 0%. მოკლედ, თუ ავტომობილის ყიდვას შემსავით გადაწყვეტ, ექსპლუატად ან არა ექსპლუატად, შეგიძლიათ მიმართოთ პრემიუმ ლიზინგს, დანარჩენს უკვე თავად მოგეცემ ყურადღებას. პრემიუმ ლიზინგის ნახვა შეგიძლიათ აქ ეხლა აღწერაში ლინკი რო ჩანს, აი ამ ლინკზე. პლუს ამ ყველაფერს აღწერაში წერია ლინკი, ტელეფონის ნომერიც და ნუ ფილიალების თბილისში და ასევე საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეგიძლიათ პირდაპირ მიაკითხოთ. ეხლა წამოვიყვანე ჩვენი X-ი რა, აი ეს X-ი რაც ცოტა ხნის წინ ნახეთ რომ ვიყიდე რამდენიმე დღე იდგა იქ სადაც ვიყიდე არ მეცალა ამისთვის და ეხლა წამოვიყვანე რომ გავაკეთო და აი დედა არ ყავს გვია ამ მდგომარეობას ამას პერიფორზე რა ხდება და ძაგძაგი ხმა არ ვიცი რამდენად ისმის გარედან რა ჭირს მაგრამ აი დეშალახენი ჭირს ეხლა მიმყავს იდეაში გადასაფორმებლად უნდა დავტოვო აღარ ისიც რომ ეს მანქანა გამოყარა ფიზიკურად ვერ ჩავდოდი საპატრულომდე და ეხლა მიმყავს უნდა დავტოვო დილით გავაფორმებ და დავდებ მე ევაკუატორს და გავუშვებ ჩვენთან ბოქსში და იქიდან უკვე დაიწყება ამის გაცოცხლება იმედი ერთ ვიდეოში ჩავეტოვით მაგრამ ეხლა ამას რო ვაკვირდები არ მგონია თუმცა აი ეს ჯდომა და სიარულის მანერა ისევ იგივე აქვს რაც ხომ იმ სარკეს რაღა ჭირს ბიჭო სარკეს რაღა დაიბარდა დამწვარია თუ რა დაიბარდა სარკეში ხედეთ რა ჭირს მოკლედ ესე დაამგვარად დავაწეკით ახლა გავაფორმებ და ხვალე უკვე წილკანში იქნება ეს მანქანა და ხვალიდან დავიწყებ ხვალიდან თუ არა ზეგიდან მაინც დავიწყებ უკვე ამ მანქანის კეთებას და ნახავთ ყველა ერთად რა გამოგვივა რა დაგხვდება ჯერ იმიტომ რომ აი კაპოტში ვერ ჩავძრები რატომაც ველოდები რომ ბევრი სასწაული და დაგხვდეს ჯერ რა დაგხვდება და მე რა გამოვა იმას ყველა ერთად ვნახავთ არა უშავს პატარა გაგაცოცხლებთ სულ ცოტა და გაცოცხლებთ
კამერა რა გავთი შეიმომეთ ესეც საათ. ბარე რა ანუ ეკლდა სიტუაციაში და შეხედე რა ჭირს. დინამო ბიჭო რა დღეშია. ხანდა ოიშიც რა ხმის და რა ხდი. როგორ მიხვედი ამ დრომად. რაც გავყიდე მას მერე სულ 17000 კილომეტრია კავკასიაში გავყიდე. და 17000 კილომეტრში მივიდა ამ მდგომარეობამდე რომელიც არის მისული. არა და როგორი კარგი იყო და გავყიდე მაშინ ბიჭო ნახტი. ესე იგი, ისევ დაგიბრუნდით რა, ვერ მოვისვენე გზაში. გადავადიაგნოსტიკე მაინც. და ერებოის მიზეზი ნაპოვნია. მარჯვენა ბანკაზე დროსელის მერე მაპსენსორი არ გვიმუშავებს. დებილობა მონაცემს აჩვენებს, შესაბამისად ეგ იწვევს თლიან ბანკაზე პერებოის, რომ შესაბამისად ანუ ჰაერს არასწორად ითვლის, არასწორად დათვლილი ჰაერი ხდება წვის კამერაში ბენზინი იმ დათვლილი ჰაერის მიხედვით ისხმება და მანქანა ასე სუბოქად რო ლევდება. შესაბამისად ეხლა მაგას პირველი ეგ უნდა მოვაგვაროთ, მე ეს თერმოსტატებზე და რაღაცა ტემპერატურის სენსორებზე რო შეცდომები გვაქვს, ეგ უნდა მოვაგვაროთ და მე უკვე ვნახოთ მანქანა როგორ იმუშავებს და დანარჩენზე მე ნელა გადავიდეთ. ბიჭო, რა ვიღაცები, მაგრამ მე გაზავებია და ჩემთვის ვიდეო ავარიულით გაფუჭებული მანქანით, რა გინდათ? კიდევ მოკლედ, ესე იგი. მე ვარ გენიოსი, დღეს არის კიდე ხვალე არის წითელი პარასკევი და ზეგარი შაბათი მერე, კვირა მერე, შაბათი და როგორც აღმოჩნდა სამართლო არ ნიშნავს. შესაბამისად ვერ გადავაფოროთ მანქანას, მაგრამ დალოცვილი გალფი, რომელსაც მოვიყვანე დავტოვე, ევაკუატორი დადებს ცოტა ხანში და წაიღებს. იყოს ესე? აჰა, ბარე ცოტა კატუშის გამოგაჩენ. დავადის გოლი გაუშვი. არა უშავს ესე უცბად შემოვარდი და მოგეთ გავსე დავტოვებ ხა მანქანას. ევაკუატორი დადებს, წაიღებს და მე დანარჩენს ნახავთ უკვე. მოვიდა ემის გასოცხლების დროს. მაგამდე ისეთ კომბინაციები ვაკეთეთ, ის გაიყვანე, ეს შემოიყვანე, ის დადე, ეს გადმოდე. გავიქანცე ვეღარ სუნთქა. ესე იგი, ჩვენი დატანჯული. ამის გასოცხლების დრო მოვიდა. წესით, რასაც ეხლა მოვიფიქრობ, საკმაოდ მარტივი ღონისძიება უნდა იყოს. ამას უყურე. მოყავი აბა ერთი თავიგილი. აი ეს უნდა გადავიღო ხა ესენი რა დღეში არიან. სავარაუდოდ უკვე რასაც ეხლა ესენი აკეთებენ. ეგ ყველაფერი ჩვენს ერთ-ერთ ვიდეოში ნანახი გექნებათ. ანუ აქ რაც ხდება ეხლა ეს უკვე ეს არის საწყისი ეტაპი იმის რაც ბოლოს გამოგვივიდა. და კი ვიცი რაც გამოვა წინასწარ, რა თქმა უნდა. და თქვენც უკვე იცით წინასწარ რაც გამოვიდა. თენგო ერთი ორი სიტყვა გითხარი რა. სავა რატო იყურები ეგეთ სახით? Так, ესე იგი, დავუბრუნდით ისევ ემს. Cold start-ი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მანქანაზე, არა? მოდივსადოთ მაინც. დედა, მემკივა ამის მოგიერ. დედა. წამოგადავაყენოთ ბოქსთან, თან ამის გათბობაც არ გვინდა და ამიტომ წავიყვანოთ ესეთი გაყინული მდგომარეობაში. კაი, მოდი ჯერჯერობით იდგეს აქ. ჩავაკრობ ხა. კამერას ტაიმლეფსზე კი არ და იმაზე რა ქვია შტატივზე დავდგავ, იმიტომ რომ დაინახეთ ოპერატორი ალბათ რა დღეშიც არის და ოპერატორის მაგ მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისად მარტო მომიწევს ახლა იმ ყველაფრის დაორგანიზება, იმედია კამერა არ დამიჯდება, მასალა არ გაივსება და ასე შემდეგ რაღაცები არ დაგვემართება, ისე მოვახერხებთ ამ მანქანის გაკეთებას. ბოქსში არეულობას არ ვიმჩნევთ, ერთმა სულიერმა რაღაცები დაშალა, მეორე სულიერის ძრავი დაშალა, აი ეს შუაგზაზე მოიტანა, დაყარა და დღეიდან ეს ძრავი აქ იცხოვრებსო. მოკლედ ვაგრძელებთ ამ გასაცხლებას, ნახოთ პირველ რიგში დიაგნოსტიკა გადავატაროთ და რას გვეტყვის. თან ეხლა რეალურად აქტუალური შეცდომები ექნება დარჩენილი, იმიტომ რომ ეს მანქანა რომ ნახეთ მაშინ ხო ჩამოყარე ყველა შეცდომა შესაბამისად ეხლა რაც იქნება დაგროვილი, იქნება წესით აქტუალური. ასე იგი, კომფორტ აქსესში 4 შეცდომა ერთმანეთის მიყოლებით და ერთმანეთთან დაკავშირებული და სავარაუდოდ ამეების არის, იმიტომ რომ ეს მუშაობდა ამ მანქანაზე და ეხლა რატოღაც კომფორტ აქსესი აღარ უმუშავებს და მაგას ცალკე მივადგები მაგ პრობლემის ძებნას და ვიპოვი რა უნდა რატო ბურღავს twins. Footwell module არის დასაკოდირებელი და ეხლა ბარე მაგასაც გავაკეთებ, იმიტომ რომ შეცვლილი აქ ანუ FRM-ი შეცვალეს და კოდირება არავის არ გაუკეთებია როგორც ჩანს და მაგ რაღაცა სისულელეები წერია. AWDS გვინთებს, იმიტომ რომ DS-დან 4-4 სისტემას გვინთებს, იმიტომ რომ DS-დან რაღაც დებილობა სიგნალი მომდისო. შესაბამისად DS-ში უნდა მოძებნოთ რა პრობლემა გვაქვს. რაც შეეხება ძრავის კომპიუტერს, ესე იგი დროსელის გახსნის გრადუსი
GPS-ის შედარების პრობლემა აქვს და ჩემი ვარაუდით ეს ყველაფერი გამოწვეულია, იმიტომ რომ ეს აქ რა ქვია. Map sensor არ გვიმუშავებს, charger cooling system reduced power output. ნუ კაი, ძალა დავაკეთებთ, იმიტომ რომ ტურბინას ვერ ვაგრილებთო. პერებოები გვაქვსო, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ცილინდრში, ანუ ცალბანკაში იქ სადაც map sensor-ია მკვდარი, ასევე ზოგადი პერებოი გვაქვსო. ტემპერატურის სენსორი, რადიატორის გამომავალი და maps, ანუ თერმოსტატის maps-ის თერმოსტატის აქტივაციას ვერ ვახერხებო რა, მოკლედ რო ვთქვა. მაგორს აქვს იდენტური შტეკერი და ნუ არც ძალიან შორს არ არის ერთმანეთისგან და არსებობს შანსი, რომ უბრალოდ შტეკერები იყოს არასწორად დაერთებული. მაგას მივალ და ვნახავ, მაგრამ ანუ მცირე შანსია რა, მაგის ბოლომდე იმედი არ მაქვს. და exhaust turbocharger cooling pump control line electrical, ანუ ტურბინების გაგრილების პომპას ვერ უკავშირდება, ამას ორი უყენია რეალურად მარჯვნიდან და მარცხნიდან, ეხლა რომელს ვერ უკავშირდება. იგი მოსაძებნი იქნება, მაგრამ მაგაზე პერებოის რო გავასწორებთ, მაგასთან მე გადავალთ. ესეც ძრავის კომპიუტერში ეხება. ესე იგი, ძრავის კომპიუტერში პერებოის გასწორების ნომერი პირველი არის map sensor-ის შეცვლა, map sensor-ი გუშინ გამოვართვი. გვაქვს, დიდი მადლობა აქედანაც map sensor-ისთვის. მაგას შევცვლი და მე ვნახოთ უკვე დანარჩენი რას იწევს. ესე იგი, დანარჩენი ვაგრძელებთ. Interface DSC, ანუ DSC-დან გვაქვს ისევ შეცდომები მოცულობის საწინააღმდეგო სისტემიდან და მოცულობის საწინააღმდეგო სისტემამდე ეხლა მივალთ და ვიცი რაშიც არის პრობლემა. Immobilizer bus faults რატო გვაძლევს ეს არ ვიცი ფიზიკურად. EVS 4-ში რაღაც კასბას ტვის ბურღავს, მაგრამ ამას გავარკვევ, იმიტომ რომ მანქანა აშკარად იქოქება და კონტროლდება და car access სისტემში რა ბურღავს ტვინს ვერ მივხვდი. ეს რა ქვია, პარკინგებს overvoltage ხედავს, ოღონდ overvoltage ხედავს მოდულისას თუ იმიტო ხედავს, რომ არაყენია. When the fault entry overvoltage is stored in the server control unit, this systematically fault in the vehicle. Okay. ანუ ესე იგი, პარკინგების მართვის მოდულის კვებაში გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ სხვა overvoltage არც ერთ სისტემაში არ გვაქვს, ანუ დინამო ზედმეტ დენს არ გვაწვდის. და აი stability control, ანუ DSC-ს მივადექით. სამი შეცდომა გვაქვს, engine management-დან მოგდის ორი შეცდომა და ვიცით რატომაც გვაქვს და მესამე შეცდომა არის წინა მარჯვენა ABS-ის სენსორი. მან გავარკვევთ რა ხდება და იდეაში ეს ჩააქრობს DSC-სთან დაკავშირებულ ყველა შეცდომას მოაცილებს ერთიანად, როგორც კი ძრავის მუშაობას გავმართოთ, რომ ძრავის კომში შეცდომები აღარ კონდეს და ასევე გავმართოთ ABS-ის სენსორს, მთლიანი მანქანა უნდა გასწორდეს წესით ელექტრონულად, რასაც მე ხა აქედან ვხედავ. Safety battery terminal, უკან კაფსულაზე ჭიჭყინებს და კაფსულას რაჭის არ შეიძლება ჩახსნილი კონდეთ, იმიტომ რომ ავარიაში რომ მოყვას ავაროდ გასკდა და მკვდარზე ჩაერთებდნენ და არც მოატყუებდნენ და შტეკერსაც არ შეერთებდნენ და ეგრე გდიას ავარაუდოდ და მაგას დროებით მოატყუებდნენ და მე კაფსულას გამოუცვლი, როცა დრო იქნება. სიმაღლის კონტროლი რეალ უკანა მარცხენას ვერ წევ, ოღონდ ეგ ერთხელ დაწერა და მას მე აღარ აქვს დაწერილი შესაბამისად მანქანა სიმაღლეზე ნორმალურად გასდა. აწეულია და ეგ უბრალოდ შეცდომაში აქვს. სავარაუდოდ მაშინ დავარდნილი იყო და რატომღაც ვერ აწია. Transmission კაროკიდან გვაქვს შეცდომა. Message from car access system to K-bus edges transmitter car access system. ხო, ნუ კასში რა პრობლემაც ქონდა, ეგ არის გასარკვევი. DSC-დან brake light მოიცა, signal from DSC implausible brake light switch. ლაგუშკაზე ბურღავს, twins და ლაგუშკა არ ვიცი მუშაობს თუ არა, მაგას გადავამოწვევ. მოკრუჭიანთებს თუ არა. მოკლედ, ეხლა რაც ვნახეთ, იმდენად ესეთი მარტივი პრობლემით აქვს საქმე, რომ წესით 1-2-3 საათში ეს მანქანა უპრობლემოდ უნდა დადიოდეს და ჩვენც შეიძლება გავიგატავოთ კიდევაც. დავიწყე და ვნახოთ რა გამოგვიყვება. საათაშორის ეს ხელთათმანები ძალიან მომწონს. რეკლამა არ არის, არც ფული გადავხდიათ, თუ გადავხდით მადლიერი დაგრჩებით, მაგრამ ეს არის რა ქვია, ჰიდროსკანში იყიდება 25 ლარად თუ 26 ლარად თუ მოკლედ 30 ლარამდე არის 90 ცალი და სამედიცინო ხელთათმანს მილიონჯერ ჯობია. აი ეს 7 ლარათაც იყიდება ნიტრილის ხელთათმანები, იმეებს არც შევადარებ საერთოდ. და იდეაში ერთჯერადი ქვია, მაგრამ მრავალჯერადია. მთელი დღე აი გაიხადე ჩაიცვიზა, რამეს თუ არ გამოსდე და ძალიან ესე უხეშად რაღაც არ გამოგივიდა, არაფერი არ ემართება, მუშაობს ბოლომდე. კაი, აქ რა ხდება? ეს იმაზე ზის, ოკეი. ეხლავე ჩემო ძმაო. ჯერ ცადოთ შვიდიანით. მახსოვს რომ 6-იანი ქონდა აქ, მაგრამ ნამდვილად სწორად მახსოვდა. არა და 2 წელია ეს მანქანა აღარ დამიშლია. ეს რა ძრავისების დამჭიმები? რისი? პაპოსია რაღაც. მოშტერდი მეთქი რა არის? Так, ეხლა map sensori. აუ შენი დედავატირი. მივიდე და შევცვალო კი არა. ვერც კი ვხედავ. საერთოდ. კაი გართობა გველის, ჩემო კარგებო. კარგი გართობა გველის. map sensori ეგეთი ადვილი შესაძლებელი აქ ნამდვილად არ იქნება. ადი მე მგონი ჯობია ხა ეს მე. ბადიუნიზე შევაყენო. და ლაპები დაუდო და ისე დავიწყო მე დაშლა, იმიტომ რომ აწევა რომ დამჭირდეს, მე აქ უკვე დაშლის ვეღარაფერს ვეღარ უზავ. და შუაგზეში დამრჩება მანქანა, ამიტომ ვარიანტში შევაყენეთ და მე დავიწყეთ დაშლა.
ჩემი მოგზალებული ვარაუდით კარგად უნდა იდგეს. იმედი მაქვს. აი ხაკიდან თუ გადმოვედი ისე როგორც მე მგონია. ესე იგი კარგად დგას. ესე გადმოდივა როგორც და იგავ წაგინე შეჩება რა ვერა არ დამენახე და განახედი როგორ ხედავდი როგორ გეჭახები ხედავდიო კაია მე ვერ ხედავდი აუ იმედია წესიურად აყენია თორემ მე ამას ჩამკვეხებელი აღარა ვარ აუ არა წინ დგას ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ ოღონდ ისეთი რა გქონდა სერიოზული რა სამუშაოა რა კაი ეხლა რაც შეეხება აქეთ ხარ ну зашли ტრიკი ერთი ცალიც არა აქ ერთი ნასოსი წყლის აგერაყენია турბინების და შტეკერი ხელში დავრჩა შეერთებული არ იყო წესიურად და შესაბამისად გასაგებია რატომაც წერდა რომ ამას დარხეული აქ რაღაცი შტეკერი ჰაერში კიდია საერთოდ და ეს გასარკვევია რისი შტეკერია დავიწყე წვრილმოწვრილმანებით კაი ერთი ნასოსი მანდარი ეს რადიატორია გადაკეთებული ხო ეს არის პომპის რადიატორი გადაკეთებული და დგას მეზობელთან აუბრალოდ აგდია მეზობელთან. თავის ადგილზე არ ჩერდა და დააყენეს ესე ჩააგდეს. ან საქმეს კი გააკეთეს და გაგრილდება, მაგრამ მაინც არ მომწონს ეგ მეთოდი მე. ერთი ნასოსი აქეთ არის, მეორე ნასოსი იქით არის. ამის შტეკერი ზის ნამდვილად და კი ალალბედზე აგდია ნასოსი, მაგრამ შტეკერი ზის კარში ისეთია რა. სამუშაო არის. აი, ყველაფერი არის ქართული მეთოდით გაკეთებული. შე ხوارს ერთ მანქანას არ შეეფერება ეს მდგომარეობა და ეს მეთოდიკა. ემს საერთოდ აი ეს რისი შტეკერი არის და როგორ მაინტერესებს რა ეს რა კიდია რაღაცი შტეკერი არის თავისუფალი ჩამოკიდებული ეს არის პარკინგებია ბამპერი კაი ნაომარია ეს კუთხეები აქ თავის დროზე ბევრჯერ ნაომარი და გაკეთებული ისე გახეულს და გადაკერებულს არ გავს ერთი შეხედვით ესენი რა ქვია სეტკები იმენა ელიოზი ნაყიდი სეტკებია ბანძად პლასმასებული, არა წესირათაც არა. აი, გაკეთებულია ბამპერი, გახეული იყო ეს ადგილი და ზევით არ ვიცი ბამპერს რა ის ბამპერს მოვხსნით. მინიმუმ აი სეტკები უნდა დავუყენოთ ადამიანურად და ბევრი რაღაცას გასაკეთებია. კარჩი ბამპერი რომ მოისრება, ბამპერზე ბევრი სამუშაო, მაგრამ ბამპერი რატომ არ ზის თავის ადგილზე? მაგის პასუხი შეიძლება იყოს აი ეს რადიატორი და კი, ეგ რადიატორია მაგის პასუხი რატო არ ზდება ბამპერი თავის ადგილზე. იმიტომ რომ თავის ადგილზე არ დგას აქ არაფერი ვაფშე. ესენც არ არის თავის ეს ელიავა კალხოზია და აგერადეს ზედ შლანგი და ზედ რადიატორი და შესაბამისად ეს რადიატორი მოყუდებული როა წინ არც აქვს საშუალება რომ ის დადგეს თავის ადგილზე ეს იდეაში შევსვათ არ შეჯდება ვითო არ შეჯდება იმიტომ რომ იქ უკვე შლანგი აღარ ვიშვას კაი ეგ ყველაფერი გასაგებია ეს ძალიან ცუდი რაღაცაა და ეს უნდა გამოვასწოროთ იმიტომ რომ მისგან არაფერი არ გამოვა ეს რადიატორი მეგონი და ვიყიდო, იმიტომ რომ ბამპერს ვერასდროს ვერ დააყენებ თავის ადგილზე, სანამ ეს რადიატორი აქ იქნება. გამარჯობა. უსვარი კეთილი იყო სამისფეხი? ბიჭო, კეთილი იყო სამისფეხი, მაგრამ აი, კალხოზი არის როგორი ლეველი, სიცი რომ სიტყვით ეგ რა არის, ეგ ანგელოზია, ეს ყველაზე კაი ნაწილია, აქ რაც დაინახე ხა შე. მოდი, ბამპერს აქედან გახედე ერთი არ უცნაურს დაინახავ. ავი რომელიც ყველას პირველი ყველაზე მთავარი გავაკეთოთ რომ ძრავმა გამართულად იმუშაოს აქედან დავიწყოთ აუ ის სად იყურება კამერა ვიღაცას გაყვა ისევ საბა იქნებოდა კადრში ნახე ეგ თუ ისევ საბაზია გაყოლილი დაგვიწერეთ კომენტარებში ვისთან იყო ეს მანქანა, ვისთან გაკეთდა, რომ არასდროს მანქანა არ მოვიყვანოთ მანდ. თუ შეიძლება გამოდით კომენტარებში გითხარით რომელმა გააკეთეთ აი ეს ყველაფერი, რომელმა ქენით. აი ეს პომპის შტეკერები რატო გადაჭერით, რატო არის გადაკეთებული? გაჭკუა სასწავლიდით. წყდება. შლანგი? შლანგი. აი თორმოზის ხო ბიჭო რა დღეშია ჩემი. რა თქმისას იქნებოდა ეგ. არა, დაღრეცილია მოჭერილი და იმიტოა ეგრე. მაგრამ ნიფაქტორ დარტყმისას არ არის. აქეთ სამხუჭე სისტემაა გასაკეთებელი დედაძაბ. უკანა სარნიკიდან გაზდის, რაზდატკას გაზდის. რაზდატკას სავიდან გაზდის? მატორჩი სადაც ზის იქ? გვაქვს ეგ? არაში. აი ჩამოვიტანთ. იხელა სია ვეღარ ვიგებ საიდან დავიწყო. აი მაგას თუ მივხვდები საიდან უნდა დავიწყო, შეიძლება დავამთავრო კიდევაც. ეგ ძალიან კაი აქ. ეგ ქონდა მანამდე? როგორ გახსოვ?
ყველა იმს აქვს, ალუმინია ყველა იმს. ძალიან მიხარია, ეგ მართლა ნამდვილად კარგი რაღაცა აქვს. კარჩი, მოდი ახლა ნახე მაშინ რას ვიზავ. მე დღეს ამით ვერსად ვერ წავალთ ჩვენ, გამორიცხულია ეგ. ანუ კი წავალთ, მაგრამ ესეთი მანქანისიარულის ვიცი მე და ვაჟს არ მეწაცვლის. ამიტომ ქნათ ეხა ესეთი რაღაცა. ეხა მე გავაკეთებ, რომ ძრავმა იმუშაოს, ანუ პერებოებს და რაღაცებს გავმართავ თავიდან. არა, უნდა წავიყვანოთ. ის დაუნფაიფებში რა ხდება? ეს კალოტკის სენსორი ძალიან სექსუალურია. საიდან გაზდის? დაუნფაიფებში? აბა შეხედე აქეთას. ესე. მე დავინახე. ფოლტი ვაფშე არ უკეთია შეშე. არა, სამაგიერო CO-ს გაივლის. ნახე ვარს გარეცლის შეშე. მოკლედ, გადავწყვიტე ესეთი რაღაც. ეხლა გავამართო იმ დონეზე, რომ მანქანამ ასე თუ ისე დროებით იაროს. იმენა დროებით რასაც ქვია. მე ყველა ნაწილს ჩამოვიტან, შევკრავ, შევაგროვებ, ერთიანად კიდე შემოვაგდებ და მეორე სერიაში სრულიად გამზადდება თავიდან ბოლომდე. და ერთიანად ავაწყობ და დავამთავრებ, იმიტომ რომ იმდენი რაღაც ხდება აქ, რომ კაროჩე რა. კაი, ეხლა ნახე ჩაგახედებ, სად მაქვს map სენსორის შესაძლებელი. აი, ქვევით დგას სენსორი, იმდენად ზუგლიანია, რომ არ ჩანს, აი გავანათებ პირდაპირ თვალებში. არა, ვიღებ სხვაგან? არა, იქ ვიღებს აზნაირებდე. აი ის სენსორი, აი ის რომელიც ამენერთ უნდა გამოცვა. კარგად გავერთობთ. ძალიან კარგად გავერთობთ. ურა, 3 საათიანი წვალების მერე შევცვალე map სენსორი. და ნახოთ რა იქნება. ბაინდურ, დაკოქე ბაინდურ. მაინც ისე აი ცოტა არათანაბრად მუშაობს, რომ იქოქება მაშინ რა. გაზიმიე? ეხლა თან არაფერი არ გიყენიათ. ხო. არაფერი რა, ჰაერის ფილტრებია მოხსნილი მარტო, მაგრამ გახსოვს ჰაერის ფილტრები ამას როგორ ცვლის? მოხსოვს. მოგიტო გითხარ. გახსოვს რო ხსნიდით როგორ იცვლებოდა მანქანა? მაგრამ ფაქტი ერთია რა, როგორც მოვიდა ისე არ არის. არა, მუშაობს შეჩემა რა. ეხლა წახვალ და ჰორილში არ ჩაგიგდებს როგორც მინიმუმ. კაი, ეხლა გადავდივართ ისევ time-lapse-ზე და ისევ ეხლა ABS მივადგები, ABS-ის პრობლემას მოვაგვარებ. ანუ ტელეფონს დავტენინო, მე კოდირებებით შევძლო. წავედით time-lapse-ზე. კაი, ეხლა მაშინ ესე იგი დაგვრჩა აქაურობა მოსაწესრიგებელი და მე შუშაზე პარკი გავაკეთე. წოლის. FRM-ი ხო კოდარი აქვს. მე შუშას ვერ წევ. არაფერი პარკს ვაკრავ თენგოსთან მიდივარ იმის FRM-ს შევაერთებ შუშებს, ავწერ ჩემ FRM-ს მოხსნეს დავჭერ ხელში, დილით გადავაფორმებ, უკანა შუშები მოძრაობს თან რა, ჰაერი რაღაცა რომ დაჭირდეს, უკანა შუშებს ჩაწევაწევ. ხამუთები გადავჭირ და ეგ არის. იმედი მაქვს ისეთი უბედური ხმა აღარ ექნება როგორც ხონდა. არა, ნეტა ეგეთი ხონდა იმენა. ეგეთი ხმა ხონდა. რაც მანქანა ის ხმა იქნება. ეხლა ვიღაცას მაგრა აგინებ. ნუ იმას ჯობია რა რაც. კაი, აწიე. არა, ცოტა დაწყნარდა რა შედარებაა. საბურავის წნევები გვაქვს ახლა სანახავ. ეხლა გას რომ იცნებს ესეთი უნდა გაჩვენდეს. მი აბა გაზ. აუში. კაი. რა, საბურავის წნევები გვინდა გვაინტერესებს რამდენზეა? 2 და 32. კაი. მოტორკა მინდა, 10-იანი მინდა, ტრეშოტკა მინდა, სკოჩი მინდა, პარკი მინდა. რა ოქრა. მიშო, მიეხმარე რა გეხვეწები რა. შენა ვიცი რომ შუშების დასკოჩვაში ძლიერი ხარ და პოსკრიპტუმ ისე ქენით რომ კარი გავავო. ხო, ვაფშე ეგრე ჩამოაცვდე ეგ არის რა. მე მგონი იმ კონდიციაში მივედით რომ უნდა გამოვიცვალოთ. ცოტა არ იყოს და ეს პარკი ტვინს. ესე იგი, პრიბორკა. საწოვია ჩასასხმელი მარტო, ესე გამოიყურება. ეხლა საწოვსაც ჩავასხავ. და ნუ ამას ის რა ქვია, FRM-ი რო ამკვდარი მაგას ანთებს და საწოვი არ არის. არა, ასწორებს ეს პარკი.
ძალიან კაი პარტია. ეხლა მოვედი თენგოსთან რა. რომ თენგოს თან გადმოვაყენო ეფერემ, რომ ამ ღამ მანქანა დავტოვო და ხვალე გადავა პროგრამებში. მაგრამ თენგო მითხრა, ფიგურნი და 10-იანი წამოიღე თავის ტრეშოტკითო და ეხლა მომადგა და მეუბნება მომი 10-იანიო და. აი მინდა ძრო 10-იანი მინდა. მე მგონი გამოდექი, თამაში გავყიდე, 10-იანი და ის წამოიღეო ტრეშოტკაო და ფიგურნიო და ყველაფერი გავამზადე მე. არა თენგო არ არის. არ არის. კაია, წავედ. დამრჩენია. წინ სავალი ნაწილი მთლიანად გამოსაცვლელია. აი, вообще афера უნდა დატოვოთ. სუხოის რეზინებიანად დაჟერა, ძველ სარტოვებთ არაფერს вообще. გადაწყდა რომ ძრავი უნდა ჩამოვიღოთ. ჰიდრაულიკის ტრუბკები, რაღაცეები, ყველაფერი თავის ადგილზე რომ დავაყენოთ, ადამიანურად ავაწყოთ. თუ სადმე ზეთი გაზდის ბარემ პრაგრატკები, სალნიკები, რაღაცეები გამოუცვალოთ. მერე გადაუის. მოკლედ, ნახე. ეხლა ამ ვიდეოს აქ დავამთავრებ. იმიტომ რომ საკმაოდ გრძელი გამოგვივიდა და თან ძალიან ბევრი რამეა კიდე გასაკეთებელი. ამიტომ დღეს მოდი ამით მორჩეთ და შემდეგი ვიდეო იქნება ალბათ ამ X5-ის კეთების ბევრად გლობალური ვიდრე დღევანდელი იყო. კი, ძალიან ბევრი რაღაც მოუგვარეთ, დადის, ასე თუ იცი, პრობლემა არ აქვს, მაგრამ ერთი ადგილიდან აქ ხერხემალი გამოძრობილი და უნდა გავაცოცხლოთ როგორიც იყო, მინიმუმ ისეთივე უნდა იყოს ისევ. და ამ ესე რა ქვია, შუშას ახლა პარკებს მოვაზროთ. კაი, წავედით. ოიც არა, ჯერ თეგოს უყუროთ როგორ შლის თავის მანქანას. ხო, მაგრამ 10-იანი რო არ გვაქვს, როგორ ვიქცევით? გააკ? სპანაირი 10-იანი. ნაკიდნოი? ნაკიდნოიც უნდა მქონდეს ეს. არა, იმით ვცდილობდი ამის ხარხნული ატიორკარო 10-იანები და ყველაფერი როა. მაგით მოხსენ. გააკ ეგ? აბა მაშინ დაგვიშლია. ყველაფერი. აბა დაგვიშლია, ძმაო. ვინც არიცით? აი ეს რაც მოყვება BMW-ს ეს არის ადამიანი. 10-იანიც აქ. მოიცა მაგას აქ 10-იანიც აქ. რა სიცოცხლე. ამით უშვებ და უჭერ ყველაფერს. ეგ არ ვიცოდი. მაგას დაშლი ამით. ეგ არ ვიცოდი. მაგრამ თავი რაც არის თენგო, ერთი ვერ ჩავაჭირე. ხო, მიდის. 13-14. აი ის აქვს ისევ. კი. და M-შიც აი მიუხედავად იმისა, რომ ხადაოი არა აქ მანქანას, იმენა არა აქ, აი როგორც კი M-ს ჩართავ, ეგრევე იცვლება რა. ის ეფექტი აქვს ისე. ჰიდრაულიკიდან წითელი ზეთი ჩამოვიდა. დაახლოებით ლიტრანახევრის ჩამოცლა შევძელი და მწვანე ჩავასხით, მაგრამ შემდეგი ძრავის ჩამოღებაზე უკვე იმედი მაქვს, რომ სრულად შევძრებ დაცლას რა. აი ისეთები ვნახე წითელზეც ვიღაჩივის ეჩა. Dexon 3 ჩაასხა ვიღაცა, მაგრამ მაგას ვინ ჩივის? კაი, всё, მოდი, მორჩით ახლა მაიმუნობას. დღეს ვიდეოს ამით ვასრულებ. მორჩი, გამაგდებინეთ კამერა ხელიდან, იმიტომ რომ დავიღალებ. მეც, თქვენც, ყველა დავიღალებ. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო ამით დასრულდა და всё, არა, მორჩით. დროებით შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. Ciao. ალბათ ყველა მიხვდებოდეთ, რომ ეს ამ ვიდეოს დასასრული არ არის და ეს ვიდეო საკმაოდ შორს გრძელდება და იმაზე გაცილებით რთულად ვიდრე მე მეგონა რომ გაგრძელდებოდა. ამიტომ დაელოდეთ დაახლოებით კვირაში ან კვირანახევარში, როგორც დავამონტაჟებთ იმის მიხედვით. უბრალოდ აი კამერას უკარო კაცი დგას ახლა ის როგორც დავამონტაჟებს იმის მიხედვით. დაიდება შემდეგი ვიდეო და ჩემი მოგზაურებული ვარაუდით იმის შემდეგსაც უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ აი და დაჟე ეხლა ჯერ იდევ არ დაგასპოილერებ, თუმცა პროცესი ბოლომდე დასრულებული ჯერ არ გვაქვს. მოკლედ, დღეს ამით დაგემშვიდობთ.